საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ საზოგადოებას 2016 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. კომპოზიტორები, რეჟისორები და ასოციაციის სხვა წევრები უფლებათა დაცვის ასოციაციის საქმიანობას დადებითად აფასებენ, თუმცა მათი განცხადებით კვლავ პრობლემად რჩება ნაწარმოებების უნებართვოდ გამოყენების შემთხვევები. შეხვედრაზე ასოციაციის ხელმძღვანელებმა და გამგეობის წევრებმა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. ძალიან ბევრი ასრულებს ვიღაცის ნაწარმოებს და ამას არ აძლევს ამის განმარტებას, რომ არ შეასრულა ეს ისა და ამის მოძიება ასე რაღაც უნდა უფრო გააქტიურდეს. დამრღვევები საკმაოდ ბევრი არიან და ამათთან ბრძოლა არის ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე მთავარი საქმე. მე მგონი თვითონ იმათაც უნდა აწყობდეთ, იცით, აღარ არის უკვე ის დრო, რომ ვინმეს რაღაც მოპარო. მე ამას პირდაპირ ქურდობას საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული საავტორო უფლებების შესახებ და მათი დაცვის აუცილებლობის შესახებ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ინტენსიურად მუშაობთ, რომ საზოგადოებრივი ცნობიერება ამაღლდეს და ბუნებრივია, რომ გამკაცრდეს მიდგომა და საავტორო უფლების დარღვევა ჩაითვალოს დარღვევად, ისევე როგორც ეს ითვლება განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში.